დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა სტუდიაში ისაუბრებს დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე დაგლოცეთ მაგრამ მეც დაგლოცოთ პირველ რიგში გილოცავ დღევანდელ დღეზე რამდენიმე წმინდანის ხსენება არის ესა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ესა გახლავთ წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი წმინდა დემეტრე თავდადებული ჩვენი სასიკადულო მეფე და ეს არის ასევე ავტოკეფალის აღდგენის დღე ავტოკეფალის აღდგენა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩანს იქიდან როდესაც არა გაქვს ავტოკეფალი როდესაც დამოუკიდებლობა დაკარგული გაქვს ბუნებრივია შენი ეკლესიის საქმეები ისე ვერ წარიმართება ანუ შენი ქვეყნის შენი ეკლესიის პრობლემებს შენ ვერ აგვარებ ისე როგორც ეს საჭიროა რომ მოგვარდეს ანუ დამოუკიდებლობა თვითმიზანი კი არ არის დამოუკიდებლობა არის აუცილებლობა იმისათვის რომ ეკლესიამ თავისთავად მწყსოს თავისთავად მართოს და მიხეთოს თავისი სამწყო სულიერ პრობლემებს ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახავთ და მე მთელი სულითა და გულით ულოცავ ჩვენს მთელს ერს ამ დღესასწაულს მაგრამ დღეს ჩვენ ძირითადად გვინდა ვისაუბროთ სულ სხვა საკითხზე აი მოქცევა ქართლის საერთში არის ესეთი წინადადება რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ღირსი გახავთ აქ ლაპარაკი არის სვეტი ცხოველზე, ცხეთაზე და კვართისა და ელიას ხალენის განსასვენებელზე და რასთან არის ეს შედარებული. მასზე და ადგილი იგი ვითარცა ადგილი იაკობისი კიბეთ ხილული და ზეცად აღწენული ამიერიდან და უკუნისამდე დიდება და ქება მოუკლებელ. ციტატა დასრულდა. ანუ ეს ადგილი, სადაც არის დაფლული კვართი და სადაც არის დაფლული ელიას ხალენი, არის შედარებული იაკობის კიბესთან. იმ ადგილთან, სადაც იაკობ მამამთავარმა ძველი აღთმის მართალმა და გამორჩეულმა ღვთისთვისადნო ადამიანმა იხილა კიბე, ესე იგი სულიერი კიბე, რომელიც მიწიდან ზეცისკენ აღიწეოდა. ანუ ეს შედარება, რომელიც შეიძლება ესე იგი უყურადღებოდ დარჩეს ადამიანს სინამდვილეში ძალიან დიდი მნიშვნელობის გახავთ, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ გავიაზროთ ამის მნიშვნელობა, მოდი ჩვენ გავიხსენოთ ძველი აღთქმიდან შესაბამისი ადგილი. თუ რა იხილა კონკრეტულად იაკობმა აი ამ ხილვის დროს. აი რას გვიწევს ჩვენ ძველი აღთქმა. იაკობზე ლაპარაკი და დაესიზმა აჰა კიბე დამყარებული იყო მიწაზე, რომელიც თავით წვდებოდა ცას და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ მასზე. ხოლო უფალი დამყარებული იყო მასზე და თქვა მე ვარ უფალი ღმერთი ა ブラ ამისა, შენი მამისა და ღმერთი ისააკისა. ნუ გეშინია მიწას, რომელზეც შენ გძინავს, შენ მოგცემ მას და შენ თელს. და იქნება თესლი შენი როგორც მიწის ქვიშა და განიცვება ზღვისთან და სამხრეთ და ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ და იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი შენი და შენი თესლით. და აჰა მე შენთანა ვარ და შენ მცველად ყველა გზაზე რომელზეც ივლი და დაგაბრუნებ შენ ამ ქვეყანაში რადგან არ დაგტოვებ შენ ვიდრე არ გავაკეთებ მე ყველაფერს რასაც გეუბნებოდი შენ და გამოიღვიძა იაკობმა ძილისაგან აი ხა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ ეს აზრი და თქვა არის უფალი ამ ადგილას ხოლო მე არ ვიცოდი და შეეშინდა და თქვა როგორი საშიშია ეს ადგილი არაფერია ეს თუ არა სახლი ღვთისა და ეს არის მჭეზეცისა და ადგა იაკობ განთიასისას და აიღო ქვა რომელიც ედო იგი იქ სასთუმას მის და აღმართა იგი სვეტად და დაასხა ზეთი მის კიდეს და უწოდა იაკობმა ამ ადგილს სახელი სახლი ღვთისა ციტატა დასრულდა ანუ თქვენ ხედავთ რომ ესე იგი იაკობმა რაც იხილა ეს არის განსაკუთრებული ხილვა იმიტომ რომ ეს სულიერი კიბე რაც მან იხილა ეს არის და ანგელოზები ამავალნი და ჩამომავალნი ზეცად და ზეციდან ჩამომავალი ხა როგორც განმარტოლებელები ჩვენ გვეუბნებიან ეს მომენტი ანგელოზების ასვლა ზეახსვა და ჩამოსვლა ეს გახლავთ სიმბოლო იმისა რომ ასევე აღიწევა ზეცამდე ამ ანგელოზებს ზეცამდე აქვთ ადამიანთა ლოცვანი, ვედრებანი, მათი გასაჭირი, მათი დარდი და იქიდან უფლისაგან ჩამოაქვს უფლის მრავალმხრივი წყალობა, ანუ უფლის შეწევნა ადამიანებისათვის. ანუ
აქ დააკვირდით, რომ არა მარტო ანგელოზები მოძრაობენ ამ კიბეს, არამედ უშუალოდ კიბის თავში დგას უშუალოდ უფალი. ანუ რაღაცა განსაკუთრებული წყალობა არის თვით იაკობზე. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ესე იგი სვეტი ცხოველი მცხეთა ეს ადგილი არის მიჩნეული და შედარებული იაკობის კიბესთან. ესე იგი რაღაცა განსაკუთრებული სულიერი კავშირი, უხილავი კავშირი არსებობს აი ამ წმინდა ადგილსა, რომელსაც ქვია სვეტი ცხოველი და მცხეთა და ზეცას შორის. აი დააკვირდით, რას ამბობს იაკობ მამამთავარი, რომ ეს არის ჭე სასუფევლისა, ჭე ცისა, ეს არის სახლი ღვთისა. ეს ორივე ასე იგი ეპიტეტი შემდგომში განეკუთვნა ეკლესიას, ტაძარს. ანუ ორივე ჭე ცისა და სახლი ღვთისა, ეს ორივე არის ეკლესიის სიმბოლო, ტაძრის სახე. ამგვარად აი ეს და იქვე დასდენს, რომ რა საშიში არის ეს ყოველივე. ანუ არა მარტო დიდი სიწმინდე არის ეს ყველაფერი და დიდი საიდუმლოა, როგორც ჩანს ამაში დაფარული, რომ სწორედ იაკობის ყიბის ხილვის ადგილს არის შედარებული სვეტი ცხოველი და მცხეთა, არამედ აქ არის კიდე შეგონება იმისა, რომ ეს ყველაფერი საშიშია. რატო არის საშიში? იმიტომ რომ თუ კი ჩვენ გრძალვით არ მოვეპყრობით ამ ადგილს, თუ კი ჩვენ განსაკუთრებული დიდი პატივისცემა, მოწიწება არ გვექნება ამ ყველაფრისადმი, მაშინ ესე იგი ეს უკვე საშიშია ჩვენთვის. ანუ ეს ერთის მხრივ არის ჩვენთვის უდიდესი ნუგეში, უდიდესი წყალობა ღვთისა, რომ სწორედ ასე წმინდა ადგილთან არის შედარებული მცხეთა და სვეტი ცხოველი და მეორე მხრივ ეს არის გაფრთხილება იმისა, რომ ყოველივე ამას უნდა მოვეპყროთ ჩვენ შიშითა და რიდით. ეს არის ამავე დროს ნუგეში ღვთისაგან, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ უფალი იაკობს აძლევს ნუგეშს, უფალი იაკობს აძლევს ნუგეშს და ეუბნება მას, რომ ესე იგი მასზე და მის შთამომავლობაზე იქნება დიდი წყალობა ღვთისა და როგორც გამარტებლები ამბობენ, ესე იგი ეს წყალობა ზოგადად თელ მორწმუნე კაცობრიობას, ეს არის აღთქმა თავისებური მთელი მორწმუნე კაცობრიობისთვის. ანუ ის რომ იაკობის კიბესთან არის შედარებული აი ეს კიბე, ეს ადგილი წმინდა ჩვენი მცხეთისა, ეს გახლავს სწორედ ის, რომ გარკვეული ნუგეშიც გვაქვს ჩვენ უფლისაგან. ეხლა რატო შეიძლება ისე ვთქვათ, იქნებ მარტო მცხეთაზეა ლაპარაკი, იქნებ მარტო სვეტი ცხოველზე არის ლაპარაკი, მაგრამ აქაც ჩვენ გვაქვს არგუმენტი ჩვენს მატიანებში და მე საგანგებოდ წამოვიღე ის დასახელებები, რაც ეწოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარსულ საუკუნეებში, ანუ შუა საუკუნეებში როგორ უწოდებდნენ ჩვენ ეკლესიას, ესე იგი მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესია, კათოლიკეში იგულისხმება საყოველთაო ბუნებრივია და სვეტი ცხოვლის სამოციქულო ეკლესია. ანუ ნახეთ, ესე იგი გაიგივებულია მთელი საქართველოს ეკლესია მცხეთასთან და სვეტი ცხოველთან. ამგვარად ის რაც ნათქვამია მოქცევა ქართლისაეში აი ამ ადგილზე, სვეტი ცხოველზე, მცხეთაზე, ეს ამაში იგულისხმება ბუნებრივია მთელი საქართველო და მთელი ჩვენი ეკლესია. ანუ მთელი ჩვენი ეკლესიის მიმართ არის ეს ნათქვამი და მოდით დაუბრუნდეთ ისევ აი ამ სიტყვებს. რა წერი აქვს? და ზეცად აღწევნული ამიერიდგა. ესე იგი, სვეტი ცხოველზე არის ლაპარაკი, რა. ზეცად აღწევნული ამიერიდგა და უკუნისამდე დიდება და ქება მოუკლებელი. კიდე ერთი ნუკეში არის, რომ ესე იგი ეს ადგილი ზეცად აღწევნულა, სულიერი თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, აღწევნული ზეცად და თანაც ეს ისე კი არა, რომ იმ მომენტში იყო, იმ წუთში იყო, ხა მოქცევა ის დროს, როცა მოიქცეოდა საქართველოს და მოქცევა ხდებოდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, ანუ მოქცევა ქრისტიანობაზე, არა? არამედ თურმე უკუნისამდე ასე ყოფილა, ანუ მარაჯამს ასე ყოფილა. ეს საოცარი რამ გახავთ. ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ როდესაც ეკლესია ვინმეს ავალებს დაწეროს ესე ტექსტი მოქცევა ქართლისას, ანუ რა იწერება, როგორ იწერება, ეს არის ეკლესიის სულიერ ფილტრში გამოტარებული. ეს არ არის შემთხვევითი აზრი, რომელიმე ერთი კერძო პიროვნების, არამედ ეს არის
შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ ესეთი ჩვენი ვარაუდი გამოვთხრათ, რომელიც ალბათ ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. თუმცა ჩვენი ეკლესიის, ჩვენი მთელი მორწმუნე ერის შეხედულება ამ ყველაფერზე. და რაღაცნაირად განსაკუთრებულად სულიერი ადამიანების ხედვა და ჭრეტა ამისა. ეხლა აქ რა დევს კიდე რა აზრიდეს თუ კი ესე იგი მთლიანად მცხეთა სვეტიცხოველი ეს არის სიმბოლო ჩვენი ეკლესიის ანუ თვითონ სათაურშიც კი მცხეთა და სვეტიცხოველი იწოდებოდა და ეს ადგილი ესე იგი სვეტიცხოველი და მცხეთა შედარებული იაკობის კიბესთან ესე იგი ჩვენი მზერა მუდმივად ზეცისკენ უფლისკენ უნდა იყოს მიწეკილი და ფიქსირებული და ჩვენ მუდმივ ლოცვაში უნდა ვიყოთ მუდმივ სულიერ ჭრეტაში უნდა ვიყოთ ღვთისა ახლა რატო უნდა ვიყოთ სულიერ ჭრეტაში ეს რო უფრო უკეთესად გავიგოთ მოდით გავიხსენოთ სულ ახლახან ყველა ჩვენგანმა რომ გაიგონა ის ტექსტი ეს გახავთ წმინდა ანდრია კრეტერის კანონი რომელიც ჩვენ ყველა მოვისმინეთ რამოდენიმე დღის წინ და აქ თქვენ იცით რომ ანდრია კრეტერის კანონში ბევრი სახე სიმბოლო არის აღებული წმინდა წერილიდან მათ შორის ძველი აღთქმიდან რომელიც სულის მოღვაწეობის სახეთ არის და ნიმუშად და მაგალითად მიჩნეული და აი რა სიტყვებია აქ წარმოთქმული იაკობის კიბენი გასმიან სულო აღმართებულნი ქვეყანით ზეცათა მიმართ რადარ მიგაქვს შენცა კიბეთ სათნოი ცხოვრება ანუ უყურეთ იაკობის კიბეს ახსენებს სულს ყოველი ადამიანის სულს თითოეულ ჩვენთაგან ეს სულს ესე იგი წმინდა ანდრია კრიტელი და გვეუბნება რომ შენც რადარ მიგაქვს კიბეთ სათნო ცხოვრება რა კიბეთ ანუ ზეცაში ამავალ კიბეთ რადარ მიგაქვს შენ ესე იგი შენი სათნო ცხოვრება ესე იგი სათნო ცხოვრება ჩვენი ყოფილა ზეცად ამავალი კიბე რომელსაც ადამიანი შეყავს სასუფეველში. ანუ ეს უნდა გაითვალისწინოს ესე იგი თელმა ჩვენმა ერმა და თითოეულმა ყოველ ადამიანმა. ანუ აქეთკენ უნდა იყოს ჩვენი გონება. და კიდევ ერთი. კიბე რომელი იხილა მამამთავართა შორის დიდმა სულო ჩემო, სახე იყო საქმისა აღსავალთაი და მეცნიერებისა მის ხარისხსა. გნებას თუ საქმი და ხედვი და მეცნიერებით ცხოვრება განახდი შენ. ახლა ეს უფრო ცოტა რთული ადგილი გახლავთ. ესე იგი სახე იყო საქმისა აღსავალთაი. სახე ანუ სიმბოლო არის აღსავალთაი. ახსვის სულიერი ზიახსვის სახე არის. ანუ მუდმივად ჩვენ უნდა ავდიოდეთ ამ სულიერ კიბეზე. როგორც იოანე კიბეს აღწირელი ამას წესად დაუდევს რა ბერებს და არა მარტო ბერებს ყველა ადამიანს რა და სხვათა შორის წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი რომის ხსენება დღეს არის ის აუცარ სიტყვებს ამბობს რომ ესე ადამიანის ცხოვრება გენს მსგავსება ნამსებს მსგავსება რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის მუდმივად უნდა იმოძრავოს მაგრამ მუდმივად უნდა იმოძრავოს იმიტომ თუ მუდმივად არ იმოძრავებს ეს დინება მას უკან წაიღებს ახლა ზოგს გონია რომ რაღაცას მიაღწია და ტკბება თავისი წარსულით და თავისი მიღწეულით მაგრამ ეს არასწორია იმ წუთში დინება უკან მიაქვს ადამიანი და იმ წუთში იგი სულიერი დაცემისკენ მიდის ანუ ეს კიბე სულიერი კიბე გახავთ სიმბოლო იმის რომ მუდმივად ზე უნდა ავდიოდეთ ჩვენ მუდმივად წინ უნდა მივდიოდეთ და ეს ეხება არა მარტო თითოეულ ადამიანს არამედ ჩვენს თელს მრევლს ჩვენი ეკლესიის მრევლს იმიტომ რომ სწორედ ეს სიმბოლო იხილება წეღან წაკითხულ მოქცევაის ტექსტში რომ შედარებულია ეს ადგილი ესე იგი იაკობის კიბის ადგილთან და კიდევ აი აქ კიდევ რა წერია გნებას თუ საქმი და ხედვით მეცნიერები ცხოვრება განახდი შენ და უკაცრავად და მეცნიერებისა მის ხარისხისა სახე არის და გნებას თუ საქმე და ხედვით მეცნიერები ცხოვრება განახდი შენ ახლა მეცნიერება ძველ ქართულში ეს მრავალმხრივი დატვირთვის მქონე სიტყვა არის ანუ დღევანდელ ქართულში რაც არის მეცნიერება ზუსტად იმას არ ასახავს ანუ ცოდნა ჭრეტა ანუ ეს არის მუდმივი სულიერი ჭრეტა ზეციურისკენ აღმასვლა და ზეციურისკენ მზერა აი წმინდა გრიგოლ ნოსელი როდესაც ლაპარაკობს ადამიანზე რა ადამიანის შესაქმეზე ის ამბობს რომ ადამიანი ზიაღმართული შექმნა უფალმაო და ეს ნიშნავს იმას რომ სულ მუდმივად ზეცისკენ უნდა კონდეს მას თვალი
ანუ არა უბრალოდ ფიზიკური თვალით იყურებოდეს ეს, არამედ სულიერი თვალით იყურებოდეს ეს. აი ეს არის ჩადებული ამ ყველაფერში, არა? ეს არის მოწოდება ფაქტიურად, აი მოქცევა ის მიხედვით მოწოდება მთელი ჩვენი ერისკენ, რომ ჩვენ სულ ზეციერისკენ უნდა გქონდეს თვალი, სულ ღვთისაკენ უნდა გვეჭიროს თვალი. ეხლა მეცნიერება განალამის ეს ცოდნა, გულისხმობს პირდაპირ გაგებითად ცოდნა, ღვთისმეტყველების ცოდნა, საღვთო დოგმატების ცოდნას და თქვენ განმარტებლები იმასაც დასდენენ, რომ ზოგიერთი თავს იმართლებს უცოდინრობით და ამბობს რომ უწიგნურობით და არ ვიცი ეს და რაღაცას ჩვიდდება. მაგრამ თუ კი რაღაცას იაზრებს, რომ რაღაცა გაკლია და ჭეშმარიტი და გულწრფელია ეს აღიარება, განა ეს არ გულისხმობს თავისთავად იმის სულს, რომ შენ მოიპოვო ეს ცოდნა, იმიტომ რომ თუ კი მშიერი ადამიანი ამბობს რომ შია, არა და მას ჭეშმარიტად შია, იგი ბუნებრივია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზრდელი მიიღოს და ეს შემშილის გზნობა დაეკმაყოფილოს. ამ შემთხვევაშიც არა ჩვენ თუ ვამბობთ იმას, რომ რაღაცა არ ვიცით და გულწრფელად ესე იგი დარდობთ ამაზე, მაშინ ჩვენი სურვილი უნდა იყოს, რომ შევიმეცნოთ ღვთისაიდუმლოები, შევიმეცნოთ ღვთისმეტყველება, შევიმეცნოთ სახარება, შევიმეცნოთ წმინდა მამათა ცხოვრება. აი ამისკენ ვარ ჩვენ მოწოდებული. აი ეს არის ჩვენი მოწოდება და ამისკენ უნდა მიმართული იყოს ჩვენი ხედვა. და არა იმისკენ, რისკენაც გვეკაჩება ეს სოფელი. ამ ქვეყნიური ცხოვრება მიწისკენ. არ უნდა ავყვეთ ჩვენ ყურის მოსაქალაქებელ მოძღვრებებს, რომელიც განაყენებს ჩვენ ეს თუ თითოეულ ჩვენთაგანს ამ ესე იგი ამ ზეციურისაგან. ჩვენ სხვა მოწოდება გვაქვს ღვთისაგან, სხვა მადლი გვაქვს, სხვა წყალობა გვაქვს. მოცემული, ანუ ეს არის არა სიამაყის და ამპარტავნების წყარო, რომ რაც არაერთხელ გვითქვამს, არამედ ეს არის ის რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ამიტომ განსაკუთრებულად გთხოვს ჩვენ უფალი და მოგთხოვს კიდევაც. და აქვე არ შეიძლება მე არ პარალელი არ გავალოთ კიდევ ერთ თემასთან. ეს გახავთ საოცარი რუკა ათონის მთის, ძველი რუკა გახავთ, თუ არ ვცდები, ეს უნდა იყოს მე-17 საუკუნის რუკა. ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება ახლა ნახოს ეს კადრში და აი ამ რუკაზე სადაც დატანილია 20-ვე დიდი მონასტერი ათონის მთის კიბე მიწიდან ზეცისაკენ ადის სწორედ ივერთა მონასტრიდან, ანუ ქართველთა მონასტრისგან. ესე წარმოვიდგინეთ კიდევ ერთი მინიშნება იმისა, რომ ესე იგი ქართველებს განსაკუთრებული მოწოდება აქვს იმისკენ, რომ ზეცისკენ იყოს აპრობილი ჩვენი თვალი და ზეცისკენ კონდეს ტოლვა და მოწოდება ეს იმისა, რომ ვიღვაწოთ და უფალთან ახლოს ვიყოთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ახლოს ვიყოთ. აი ამ რუკაზე ზეცაში დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური მფარველი საქართველოსი და ეს კიბე აღიწევა სწორედ ივერთა მონასტრიდან ზეცისაკენ, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის სწორედ იმის ნიშანი და იმის სიმბოლო, რომ განსაკუთრებული სწრაფვა და განსაკუთრებული ტოლვა უნდა გქონდეს ჩვენ ყველაფერი იმისაკენ, რაც არის არა მიწიერი, არამედ ზეციური. ანუ ის, რასაც ამბობენ ჩვენს მოღვაწეებზე, მამებზე, ზეცისაკაცისა ქვეყნის ანგელოზზე, ეს არის მოწოდება მთელი ჩვენი ერისა. ჩვენ ცხოვრობთ ისე წმინდა მიწაზე, რომ აი რაც უთხრა მოსე წინასწარმეტყველო უფალმა, რომ ფეხი გაიხარდე, იმიტომ წმინდა ეს მიწა და ესე იყავი. აი ესეთი მიწა არის ჩვენი მიწა, საქართველოს მიწა, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და განსაკუთრებით მისი სულიერი ცენტრი, მისი გული, ესაა სვეტი ცხოველი და ეს არის მცხეთა. ამიტომ ჩვენ რომ ეს ყველაფერი გააზრებული გქონდეს, არა, მაშინ ჩვენ მუდმივად სულ მუდმივ მომლოცველობაში ვიქნებოდით მცხეთის მიმართულებით, სვეტი ცხოველის მიმართულებით. სულ მუდმივად იქით უნდა გვიწევდეს ჩვენ გული, იქიდან უნდა აღვავლენდეთ ჩვენ ლოცვებს, იმიტომ რომ იქ არის კიბე, სულიერი უხილავი კიბე, რომელზეც ზიადიან და ჩამოდიან ანგელოზები და რომელსაც აქვს ჩვენი ლოცვა ვედრებენი, ჩვენი დარდი, ჩვენი წუხილი, ჩვენი საზრუნავი და ჩამოაქვთ უფლისაგან წყალობა ღვთისა. და აი ამ დიდი მარხვის დღეებში, ამ დიდი მარხვის პერიოდში ჩვენ ალბათ განსაკუთრებულად უნდა დავფიქრდეთ აი ამ ჩვენს სულიერ მისიაზე, საქართველოს სულიერ მისიაზე. ერთხელ ჩვენი ეკლესიის საჭეტრობელმა თქვა, რომ ჩვენი მისია არისო მთელი ყველასთვის ლოცვა, კაცობრიობისთვის ლოცვა, ყველასათვის ლოცვა.
აი ეს სხვათა შორის მე არ მახსოვს რომ მას მეორეჯერ გაემეორებინა რაღაც მხოლოდ ერთი ქადაგება მახსოვს სიონში რაც იყო მინიშნება იმაზე რომ ესე იგი განსაკუთრებული ღვაწლი უნდა გქონდეს ჩვენ ლოცვითი ღვაწლი უნდა გქონდეს და სულიერი ღვაწლი უნდა გქონდეს ჩვენს აი ეს არის ჩვენი ამოცანა ჩვენი მისია და არა ის რომ ვიამპარტავნოთ ვიამაყოთ თავი მოვიწონოთ იმით რომ ყოველწმინდა ღვთისმშობლის სტილხვედრივად თავის მოვიწონოთ იმით რომ ჩვენ ვართ მფლობელები კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და ელიას ხალენის მფლობელები ვართ იმიტომ რომ აი ამ ტექსტში ისიც არის რა თქვა მე აი შატბერდულ კერებულში უფრო აი ელიას ხალენის განსასვენებელი სიახლოვეზე არის ლაპარაკი აქ სხვა რედაქციებში უფრო კვართი ან კვართი და ელიას ხალენი ახლოს არის ერთმანეთთან და სხვა შორის დაფარულია ორივე დაფარულია ვიდრე მეორედ მოსვლამდე თვითონ ელიას ხალენიც აი საინტერესო სიმბოლო არის რომ ის არა მარტო ერთი წინასწარმეტყველის ხელშენავლებია და ისეთი წმინდა ნივთია რომლითაც იგი სასწაულებს ახდენდა არამედ ის დარჩა მფლობელობაში მეორე წინასწარმეტყველს ელისეს წინასწარმეტყველს რომელიც რას ითხოვდა ნახეთ უფლისაგან რომელიც უფლისაგან ითხოვდა რომ ესე იგი რაიმე დამიტოვოს მე ელიამ ისეთი რაც ორმაგ მრჩობლ ანუ ძველ ქართულად მრჩობლ მათ მომცემს მეო ესე წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი აი ეს დაუტოვო და ხალენი რჩება მას და ეს ხალენი ესე იგი არა მარტო ელიას ხალენი არამედ ელისეს ხალენიც არის რომელიც მრჩობლი მადლის მატარებელი ელიას მრჩობლი მადლის ეს წარმოიდგინეთ რაღაცა საოცრება არის ეს ყველაფერი და ამიტომ ყველაფერი ამას თუ გავითვალისწინებთ აღარ არის გასაკვირი ის თუ რატომ ამბობს მოქცევა ქართლისა ის ავტორი რომ აი აქ ეს ის ადგილია რომელიც სწორედ მსგავსია იაკობის კიბისა და რომელიც ზეაწევნულ არის ღვთისაკენ ზეთისაკენ და რომლის ქება არის მოუკლებელი ან მუდმივი უკუნისამდე და ღმერთმა ეს გაგვააზრებინოს კარგად და აი ამ სულისკვეთებით გვაცხოვროს. გვესაუბრებთ დეკანონის ზურაბ ცხოვრებაზე. 9 საათია, მოდით ერთად აღვავლინოთ უფლის ადიდებელი ლოცვა და შემდეგ ჩვენ კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ.